ქართველები ისე გაქრებიან ამ ქვეყნიდან თავისი დემოგრაფიული კატასტროფის გამო ვითომ არაფერი. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელმაც თითქმის 850,000 კაცი შემოიყვანა. თქვენ ხო გონიათ ვიღაცა ყველა აღრიცხულია, ყველაფერი ცნობილია საიდან როგორ შემოვიდა. და აგრძელებს ამ პოლიტიკას. ვიღაცას მოწონს ეს ხელისუფლება. მეც მოვიწონებ, მანახეთ ერთი კაი საქმე, რომელიც ეკონომიკა ვითარდებაო ერთმა დამირეკა, რის ეკონომიკა ვითარდება და ქართველები თავგადმოგლეჯილი გარბიან ამ ქვეყნიდან. მანახეთ საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში რა დადებითი ძრები მოხდა. რა სამუშაო ერთეულები შეიქმნა რომელიმე სექტორში. ამ ცოტა ხნის უკან საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ქვია თუ რაღაცა. ვითომ ეკონომიკის სამინისტრო. ტური ოპერატორების დიდი შეკრება იყო. და ამ შეკრებაზე მოწვეული იყვნენ აი ამ ქვეყნების, რომლებიც ჩვენთან ჭარბობენ, მათი ტურ ოპერატორები. და ეს მინისტრის მოადგილე ერთუჯრედიანი ახალგაზრდა ქალბატონი ამბობს იმას, რომ აი ჩვენ ახლა მორიგნაბი ვდგამთ, რომ ეს ოპერატორები დავაინტერესოთ იმით, რომ აქ დეველოპერულ კომპანიებთან საერთო ენა, ანუ გეუბნება იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა არის, რომ ეს ტურისტული ნაკადები, რომელიც შემოდიან ამ ბინებში ქონება შეიძინონ, კიდე გეუბნებით, მინისტრის მოადგილე ქალია, ჯერ ერთი რა გვარი აქვს იმას, რომ გვარი დავიმახსოვრო. გეუბნებით ამ ცოტა ხნის უკან ტურ ოპერატორები შეიკრა და ამ უტვინო ახალგაზრდა ქალმა გაახმაურა სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი. თქვენ რა გონიათ თბილისში ამ ხელამშენებლობები, რომ ეს ხელისუფლებისთან შეთანხმებული არ არის? ვისთვის კეთდება? საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნა ბინებზე, მათ შორის ქვეყნიდან გასული მოქალაქეები, რომლებიც ბევრი ბინისთვის ფულის შესაგროვებლად არის. მათი მოთხოვნა არ აღწევს იმ ნახევარსაც კი, რაც ქვეყანაში შენდება ესა. მაშინ გეკითხებით ქართულ ენაზე. ამდენი სახლი რატომ შენდება? ამ მონაწერს გეუბნებით. 186,000 ბინა გაყიდულია ამ რჯულის ხალხზე. თქვენ რა გინდათ? მე საჯარო რეესტრიდან ამ მონაწერის გარეშე, ამიტომ ვიღაცა რაღაცა გამოვა და დემოგრაფია ასე არა, გიორხელიძე ასე არ ამბობს, თავში ქვაუხლიათ. საჯარო რეესტრის ამ მონაწერით გეუბნებით. იცით რამდენი ამ მონაწერია გაკეთებული? თქვენ გონიათ 1, 1000, 2000? ამის დროზე არ მინდა ეხლა ვისაუბრო. მე გითხარით ყველაზე კატასტროფული შედეგები. დემოგრაფია ანადგურებს საქართველოს. სიკვდილიანობა მეტია ვიდრე დაბადებული ახალი სიცოცხლე. მიგრაცია არის არანორმალური. თქვენ ნახავთ, გასულ წელს გავიდა 253,000 ქართველი, წელს გავა არანაკლები. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა არ შეიცვლება. რატომ არ შეიცვლება? შემოყავთ მიზან მიმართულად. ეხლა მე გეკითხებით. მანახეთ მიზანი რა მოაქვს ამ ხალხს საქართველოსთვის. ამ ხალხს მოაქვს ერთი რამ. ხელისუფლება ასრულებს პოლიტიკას, რომელმაც ქართველი აქ უნდა დატოვოს სიმბოლური რაოდენობის. არ გინდათ ამის მიხვედრა? საჯარო რეესტრის ამონაწერი თქვენთვის დოკუმენტი არ არის? აბა ვინაა დოკუმენტი? აბა რა არის დოკუმენტი, გეკითხებით მე? ერთი ფირმა ფლობს 128 ჰექტარს, დაყოფილი აქვს 750
ნაკვეთად და ფლობს 2410 ბინას ერთი არაბული ფირმა. სულ გაყიდულია 186,000. ვერ გაიგეთ კარგად? მაშინ რა დაგვრჩენია? პოლიქრონიონ, ხო სწორია. აბა რა გინდათ ეხა ვერ გავიგეთ? არ გინდათ ეს საოცარი ქვეყანა, რომ თქვენი შვილების და თქვენი შვილიშვილების იყო? ვერ იქნება. არ იქნება. დათვალეთ, არითმეტიკა არ მაინტერესებს ვინ არის ოცნების ხელმძღვანელი, ვინ არის კაიკაცი, ვინ არის ცუდი კაცი, ვინ არის ამნაირი ქვეყნის ამშენებელი კი, ქვეყნის ამშენებლები კი არა ქვეყანა, დანგრევის პირას არის. დამითვალეთ. თქვი ვერ გეტყვით ინფორმაციას, როგორ სანაიდან იქნა მოპოვებული. იმიტომ რომ არ არის ეს ოფიციალურად გაცხადებული, მაგრამ მოვიდა ზუსტად გითხარით. 1,340,000 ქართველი დარჩა საქართველოში. ფიზიკურად. რაიმე გაუგებარია? საიდან გითხრათ? მე რომ დარწმუნებული არ იყო, რატო ვერ გამოაქვეყნეს მონაცემები, ვერ გამოაქვეყნებენ. აბა ერთი ეს დაწერონ. 1,210,000 ჩვენი მოქალაქეებია, სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 1,210,000. ახლა ამათ მიუმატეთ 83,000 ეს ჯულის ხალხი ამ საშინელი ქვეყნებიდან. მიუმატეთ 800, ჯამში 850,000-მდე კაცი, რომელიც გაიზრდება, მალე ძალიან გაიზრდება ეს ყველაფერი. და ამიხსენით ახლა თქვენ და მე რატომ ვერ მიჯდებით ნორმალურად სასაუბროდ ნებისმიერ ტელევიზიაში? მე რა უხეში ვარ, უძდელი ვარ თუ რა ვარ? მე მოვიტან დოკუმენტებს. მე ახლა გესაუბრები თქვენ დოკუმენტების დონეზე. და მე დაგისვამთ ერთ საკითხს, მანახეთ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის გადადგა. ომში არ შეგვიყვანა? ომში რო შესულიყო პირველი ვინ განადგურდებოდა? ნახეთ სად დგას შუშის სასახლე? იცით ხო სად დგას? ცხინვალში რაკეტა რო დგას თუ იცით? ყველა მთავარ ობიექტზე დამიზნებული, მათ შორის ჯარის განთავსების ადგილებს. ომში შევიდოდა და რა დარჩებოდა? მეორე ის ბიზნესები, რომელიც რუსეთშია დარჩენილი და საკმაოდ დიდია, რა მოხდებოდა? რა მოხდებოდა? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ კიდე გეუბნებით, მე არავის წინააღმდეგი არა ვარ. მე ვარ ამ ქვეყნის შვილი და მე მინდა ეს ქვეყანა. აქ ქვეყანაში მომწონს ცხოვრება. ფანტასტიკურ კულტურაში გავიზარდე, რასაც ქვია ქართული კულტურა, რასაც ქვია დასავლური კლასიკური კულტურა, მქონდა ეს ბედნიერება. მე მომწონს ეს ქვეყანა, მომწონს ქართული ხასიათი. მომწონს ეს ხალხი, რომელიც მართალია მაგრად გადააგვარეს ნაწილი, მაგრამ სიტუაცია რომ შეიძლება ამ ხალხის დიდი ნაწილი დადგება სახადგილზე და გადაგვარებული საბოლოოდ მათ შორის ახალგაზრდები უბრალოდ ჩაირეცხებია. ხას უსვამ, კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. თქვენ თუ გონიათ რომ გადაიყოლებთ საქართველოს და საქართველო ჩაირეცხება, ვერ მოესწრებით ამას, ჩაირეცხებით, რადგან ჩასარეცხი ხართ. ის ადამიანები, რომელმაც განათლება გაანადგურა, ქვეყანა მიიყვანა ამ კატასტროფამდე, აუცილებლად გაირეცხებით. საშინლად. ამიტომ ასეთია რეალობა. ეხლა დანარჩენი უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. ქართველი ხალხის საღმა ნაწილმა. ვართ საკმარისი რაოდენობით საღი ადამიანი დარჩენილი, მაშინ ერთადერთი რამე მოვითხოვოთ. თუ ხელისუფლებაში არის ვინმე ამ ქვეყნის სასიკეთო საქმე აკეთოთ. არ მითხრათ ეხლა სასიკეთო საქმე კეთდებაო,
კი მაგრამ თქვენ კაი ხალხო სასიკეთო საქმე თუ კეთება სადგარბიან ეს ქართველები ამ თელ მსოფლიოს მოედნენ უკვე 1,340,000 ქართველია დარჩენილი წელს გავა სულ ცოტა 250,000 კაცი კიდე ქვეყნიდან დათვალეთ რამდენი დარჩება არ გესმით ჩემი ნათქვამი მე თქვენგან არაფერი არ მინდა მე თქვენ არასდროს არაფერს არ მოგთხოვთ მე თქვენ ხმას ვერ მომცემთ მე იმიტომ რომ მე არცად არ ვიყრი კენჭის მე მინდა ეს ქვეყანა და შვიდად ვაკეთო ჩემი დარჩენილი ცხოვრება ის საქმე რაც უზარმაზარი შრომის შემდეგ დავაგროვე ჩემ წიგნებს გამოვფენ საჯაროდ მანახეთ ერთი წიგნი რომელიც მსოფლიო დონეზე ნაკლები არის ნებისმიერი წიგნი ხას უსვამ მე გამიმართლა უბრალოდ ცხოვრებაში მოხდი ისეთ ადგილზე მინდოდა მცოდნოდა და დღე-დაღამე ვიმუშავე რამდენ კაც მომიძებნით თქვენ საქართველოში 16-20 საათი ემუშაოს 20 წლის განმავლობაში დღე-დაღამე თანაც მეცნიერებაში თანაც განათლების სფეროში ამიტომ მე არაფერი თქვენგან არ მინდა არასდროს არაფერზე არ შეგაწუხებთ მე მინდა ამ ქვეყნის საქმე გაკეთდეს თუ მომინდობთ გავაკეთებთ ვერანაირი ხელისუფლება ვერ შეძლებს იმას რომ ჩვენი აბსოლუტურად საღი გონიერი მოთხოვნა რომ ეს ქვეყანა დარჩეს იმ ქვეყანად რომელსაც ათობით თაობა შეეწირა ომში წინააღმდეგი წახვალთ ამისა მაშინ ქართველები წინააღმდეგი წავალთ ამისა ცოტა ვიქნებით ცოტა წავალთ წინააღმდეგი დაგხოცავთ რაც მოიგებთ ამით მე საკმაოდ ასაკის კაცი ვარ თუმცა ღმერთის წყალობით კიდე ძალიან დიდხანს ვიქნები აქტიური ძალით თუ მომისმობ სიცოცხლეს დიდი არაფერი საშიშროება არ მაქვს ამისი და ამისი მე მომზადებული ვარ მე მინდა ეს ქვეყანა გაუგებარე თქვენ არ გინდათ თქვენ დღევანდელი ხელისუფლება ქართულ საქმეს არ აკეთებთ ხას უსვამ შემიძლია ყველა თქვენთანგან დავჯდეს ასაუბროთ თქვენ ქართულ საქმეს არ აკეთებთ ვერ მაჩვენებთ ერთ საქმეს რომელიც ქართული საქმის მომავალს ეხება თქვენ ვერ მაჩვენებთ პოლიტიკას ახალგაზრდობის მიმართ თქვენ ვერ მაჩვენებთ პოლიტიკას განათლებაში თქვენ ვერ მაჩვენებთ პოლიტიკას კულტურაში ნახეთ თქვენი კულტურის მინისტრები როგორ უწყობდნენ ხელს თეატრებში LGBT ხალხის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშნას თქვენი მინისტრი დიდი ენა რო აქვს და ბევრს რო ლაპარაკობს მე მიგანიშნოთ ვინ არის LGBT ორიენტაციისა და ამ ყველაფრის მხარდამჭერ ხალხს ნიშნავდნენ თეატრებში იმიტომ აი ქართულ თეატრებში დღეს ის სისულელეები რო იდგმება ვითომ თანაც ნახეთ ოკუპირებულია დედამსახიობი იყო მამა რეჟისორი იყო ახლა შვილია ახლა მერე შვილი ახლა სიმღერაში გადმოდით იმაში კლანური წარსულში დარჩენილი სახელმწიფოა არ შემდგარი სახელმწიფო რომელიც სახელმწიფო გამოყენებულია ფულის საკეთებლად ოცნება გახვრეტილი შაური არ ქონდათ 2012 წელს უდიდეს უმრავლესობას გამოვიცხოთ ერთი ბიძინა ივანიშვილი აბა დღეს ნახეთ რა ფული აქვთ რომელმა პრემიერ-მინისტრმა დიდად რო აქებდა ბიძინა ივანიშვილი და რომელმა მისმა ნაკებმა კიდე ვიღაცებმა რამდენი 100 მილიონი მოიპარეს ქვეყნის კი ბატონო ნახევარი მოატანეთ მაგრამ ნახევარი ხო დაუტოვეთ კიდე საქმეები ჩააბარეთ ხო სწორია თქვენ გონიათ საქართველოში რაიმე დაიმალება არ იცით ვინ რამდენი ფული მოიპარა მაგრამ ხალხს უყვარს თავისი ხალხს უყვარს მომპარავი ხელისუფლება შანსიანი ბიჭები არიან მარიფათიანი ხედავ როგორ გამოიყენეს კაცო ყველაფერი თანამდება როგორ ააშენეს ახლა თქვენც რო გაგიმართლოთ
ნაწილ ქართველზე ვამბობ, თქვენ უფრო მეც მოიპარავთ, ხო სწორია? იმიტოა დედა რო აქვს ნაპირები ამ ქვეყანას. ამიტომ დავალაგოთ ყველაფერი და ზუსტად ვისაუბროთ რა არის. ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა. მე მარტო არა ვარ. მარტოც რომ ვიყო, მარტო ვიქნები, ასე აწი მე ვეღარ გამაჩუმებ. მე მინდა ჩემი ქვეყანა, მე მინდა ეს კულტურა, მე მინდა მომავალი, მე მინდა ვესაუბრო იმ ახალგაზრდებს, ფანტასტიკური საქმე მაქვს, ფანტასტიკური სპეციალობა მაქვს. მე მინდა ვესაუბრო ახალგაზრდებს და გადავცე რაც კოლოსალური შრომი და მეტი მე თქვენგან არაფერი არ მინდა. მე მინდა განათლების სისტემა მსოფლიოში საუკეთესო, იმიტომ რომ საუკეთესო ახალგაზრდები მოდიან. მე მინდა ეს სახელმწიფო დიახ იდეალური არ იქნება, თქვენ ყველაფერს კარგად ვერ გააკეთებთ, მაგრამ მანახეთ რაღაცა პატარა რო გააკეთეთ. აი არ გააკეთებთ თქვენ. ხას უსვამ, თქვენ ვერ მანახებთ პატარა გაკეთებულ საქმეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართული ხალხის მომავლისთვის რომ გაგეკეთებინოთ. სახლებს აშენებთ? არაბებისთვის დავალება გაქვთ მიღებული რომ არაბები და ეს ყველაფერი შემოიტყანოთ აქ. ეს მარტო ამ ქვეყანაში კი არა, მთელ ევროპაში ასეთი დავალებაა. მე გამოვაქვეყნე ის პროგრამა, რომელიც აქვს ევროპული მოსახლეობის ჩანაცვლება მიგრანტებით. იგივე პროგრამაში მოვხდით ჩვენ, მაგრამ ევროპამ თავისი სატკივარი იტყიოს. ჩვენ ვართ მცირე რიცხოვანი ქვეყანა. ხას უსვამ 1,340,000 ქართველია დარჩენილი. გაისად იქნება კიდევ უფრო ნაკლები, გაისად კიდევ უფრო ნაკლები და მე აღარავინ არ იქნებით აქ. ძალიან სამწუხარო და ისეთ ნოტაზე გვიწევს ისე ბატონდემურ დასრულება თავარი არის წუთია ვართ უკვე. კრიტიკულად იფიქრეთ. მე არ მინდა თქვენი თანხმობა, არ მინდა თქვენი, მე მინდა რასაც ვამბობ, გაიაზრეთ. თქვენ ხო გონიერი ხალხი ხართ. მართალია წყალწაღებული ის ვიღაცა შინ ევროპაში რომ იდის და რუსულ კანონს აკონტროლებს და ვიღაც იქ დადის დაფინანსებულ აქციებზე, რომელსაც ხელისუფლება უწყობს ხელს, ხას უსვამ. უმრავლესობა ხო ჯერ საღი ადამიანია, დაფიქრდით რის წინაშე დგას ქვეყანა. მე გვიან იქნებ.